რეჟისურის საფუძველი ცხოვრებაა. თუ შეგიძლია დააფიქსირო ცხოვრებისეული წამი, დააკვირდე მას და იპოვო მასში ცხოვრებისეული ჭეშმარიტება და იგი ფილოსოფიურად განაზოგადო, მაშინ თქვენ რეჟისორი ხართ. ამბობდა დიდი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი. სერგო ფარაჯანოვმა ბავშვობა თბილისის იტალიურ ეზოებში გაატარა. ჩემი თეატრი, ასე ეძახდა ეზოს, სადაც ერთად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. ამბობდნენ, რომ მას მასხარას ხასიათი ჰქონდა, თუმცა იგი იყო მასხარათა მეფე, მაგრამ არასოდეს ყოფილა მეფეთა მასხარა. გარდა იმისა, რომ თავად იყო რეჟისორი, მისი ცხოვრებას დაწერილ სცენარს გავდა. მისთვის ცხოვრების ბოლომდე დიდ კივილად რჩება პირველი სიყვარულის ისტორია, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. პირველი სიყვარულის ისტორია, ну, რა თქმა უნდა, მე არ ვესწრებოდი ამბავს, მაშინ ეს შეუყვარდა ერთი ქალი, ეს ქალი იყო აღმოსავლეთ, აი ჩრდილოეთ კავკასიის ქალი იყო, კაბარდოელი, შეიძლება ნიაგარა ერქვა სახელად, შეირთო ეს რაღაც გიჟური სიყვარული იყო, მე მგონი გაიცნო უნივერმაღში, გამყიდველი იყო თუ რაღაცა და მე ძმებმა მოიტაცეს ქალი და ოჯახის და კლანის თავის წინააღმდეგ გაყვა ურჯულოს, ანუ ქრისტიანს და მოკლედ გაიტაცეს ძმებმა და მატრების ქვეშ შეაგდეს. მოკლეს და ეს ძალიან დიდი ესე იგი როგორც მე ვიცი დიდი დაღი დაასვა სერგოს რაღაც კგბ-ზე და რაღაცა სერიოზული ტრაგედია ერთ-ერთი პირველი ის იყო. მე მისი ურთიერთობა გაგრძელდა. ხო, კიდე ერთი ქალი იჩითება მან რაღაცნაირად, მაგრამ ეს ქალზე მე გავიგე, მე ერთი მსახიობი იყო და საბოლოო ჯამში მისი არჩევანი გაჩერდა სვეტლანა ივანოვნა შერბაწუგზე. ულამაზესი ქალბატონი, ახლა ცოცხალია და უვლის სერგოს ხსოვნას და რაღაცნაირად, მაგრამ თუმცა განქორწილებული არიან დე იურე. იურიდიულად განქორწინდნენ ერთი წლის შემდეგ მან თქვა on prilesteno nivnasi, მანუ შვენიერია, მაგრამ აუტანელია და ეს აუტანელი იყო ნამდვილად. სერგო სახლი იყო სულ სტუმრები და სულ მოდიოდნენ და ქალს კიდე ისეთ ოჯახში გაიზარდა, რომ ემოკრასია არ შეუწევს თავის ცხოვრებაში და ნუ კონფლიქტები როგორც მაიკოვსკიმ თქვა, სიყვარულის ნავი შეასკდა ყოფიერებას. მიუხედავად მისი ტრაგიკული ცხოვრებისა, ის ყოველთვის ახერხებდა ყველას გაოცებას, საკუთარი ნიჭითა და ხასიათით. სერგოს იყო მართლა გენიოსი. წარმოუდგენელი ადამიანი. არაფრისგან შეეძლო ყველაფრის შექმნა. აიღებდა მაგალითად მატერიას, ხო? რაღაცას. აი ხელით და ბოლავკებით გააკეთებდა კაბას. ან კოსტიუმს რაღაცა. მაგის გარდა სასწაული მხატვარი იყო. სასწაულს შეეძლო გაეკეთებინა დეკორაციები იზნიჩილო რუსულია, მაგრამ არაფრისგან შეეძლო გაეკეთებინა ყველაფერი საერთოდ. და ვინაიდან ძალიან იყო წარმოუდგენელად სხვანაირი ადამიანი, მე ეს მომწონდა. ამიტომ ძალიან მინდოდა მაგასთან რომ ყოფილიყავი. როგორც მას ახასიათებდნენ, არაფრით განსხვავდებოდა სერგო ფარაჯანოვი გალასაღებ მოედანზე იმ სერგოსგან, ვისაც ახლობლები, ნათესავები და მეგობრები იცნობდნენ. ძალიან რთული მუშაობა, რთული იყო მუშაობა მაგასთან, იმიტომ ადრე მე ასამდე ფილმი და დოკუმენტური ფილმი მქონდა გადაღებული და ვიმუშავე სხვადასხვა რეჟისორებთან, მაგრამ აი და მე ყოველთვის შემეძლო გამეგო, აი შემდეგ წუთში რა მომდება რეჟისორზე, როგორ იქნება რაღაცა და ფარაჯანოვი არაფერი ვერაცოდეს ვერ მიხვდებოდი რა ებადება მაგას თავში, როგორი კადრ, როგორი ძალიან საინტერესო იყო, ძნელი იყო მაგასთან მუშაობა, მაგრამ ძალიან საინტერესო. და სერგო იყო ძალიან შემოქმედი და ძალიან თავისუფალი შემოქმედი. მე სულ ვფიქრობ, საიდან მოდის ასეთი კაცი, სანამ მოვიდა, მით უმეტეს რომ მის ფილმებში მანამდე სანამ დადგა ფეხზე და გადაიღო ეს აჩtildeები, პირველი მის დიდი ფილმი, იმ ფილმებში არ შანს, მისი მომავალი სერგო არ შანს. ნუ ნაკლებად შანს, რაღაცნაირად მე ხდება მისი, აი თქვა 40 წლის ასაკში რაღაც ასეთი
სერგო ფარაჯანოვი ყოველთვის გამოდიოდა ხელისუფლების წინააღმდეგ, გმობდა საბჭოთა რეჟიმს. ამ სისტემას არაჰუმანურს უწოდებდა, რის გამოც დაიჭირეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მიზეზი დაჭერის იყო ის, თავარი რომ დაჭერა უნდოდათ. და რადგან დაჭერა უნდოდათ, მოიგონეს რაღაცა სერიოზული გაითვალისწინეს რა სერგოს მართლა ქონდა მიდრეკილება კაცებისადმი და რაღაც ფორმა მე სულ кейფები იყო მასთან სახში ხალხი მოდიოდა და გამოიყენეს ერთი წერილი მეზობლის ვითომ მეზობლის შეათითხინეს წერილი რომ აი მოდიან ხალხი და ბევრი რაღაცა უბედურება ხდება მე კი არ ვარ რომ მომსწრება რაღაცა არ ხდება ის კარგი რაც უნდა ხდებოდეს სოციალისტურ საზოგადოებაში თუ რაღაც მაგვარი რაღაც დააბესხეს მოკლედ და მე ისიც დააბრალეს საბოლოო ჯამში რომ მან გაუპატიურა მამაკაცს. კიდე დააბრალეს მას, ხო ეს იყო საერთოდ ფანტასტიკა, გავრცელება პორნოგრაფიული ნაწარმოების. ხო ესეთი მუხლი იყო. მაგრამ გავრცელებაში რა ჩათვალეს? აი ესეთი კალამბირო იყო იაპონური გოგო იხდიდა და სერგოს ქონდა და რაღაცას შეიძლება ვიღაცებს და ეს ჩაუთვალეს გავრცელებად პორნოგრაფიული იმუშების. ზის და ჩაისვამს და კბილის ჯაგრისით უურევს შაქარს. და მიყურებს რა რეაქცია მექნება მე ახლა. და რატომ მიყურებ მეთქი და შეხო კნიშდა ხარო და ხარ შეიძლება რომ ესე ვგედა. აბა როგორ გონიაო მეუბნება. ნუ ციხეშიო რა, ვერცხლის კოვს მომცემდნენ და ისე მოურევდიო ამას. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მას დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ ფილმების გადაღების უფლებას. თუმცა რამდენიმე თვეში შეძლო და გადაიღო ფილმი ამბავი სურამის ციხისა, რომელიც კინოშედევრია. ერთი საფრანგეთიდან ჩამოვიდა კრის პარკერი. და გადაღება უნდოდა ცოტა ვინც რაღაცას წარმოადგენდა. იქვე იყო მამარდაშვილი და ყველანი. და სერგოს სურათი რომ ნახა სურამის ციხე სუკიოდა ჩუმად თავისთვის ფრანგულად ქელიმაშ რა გამოსახულება გიჟდებოდა რა გამოსახულება ფარაჯანოვს არასოდეს ყოლია ადამიანი, ვისაც მუზას უწოდებდა. სანამ ის ცხოვრებაში სოფიკო ჭიაურელი გამოჩნდებოდა. ამის შემდეგ სოფიკოს გარეშე თითქმის არც ერთი ფილმი აღარ გადაუღია. ესე იგი სოფიკო იყო მაგისტრის ღმერთი. სოფიკო არ ქონდა წარმოდგენა რომ შეიძლება რამის გადაღება რომ სოფიკო არ ყოფილიყო. ეს იყო მაგისტრის ყველაფერი. თავარი იყო მაგისტრის სოფიკო. საიათნოვა, სადაც თითქმის ყველა კადრი სტატიურია. კამერა არ მოძრაობს და გაცოცხლებულ ნახატებს გავს. კიდევ ერთხელ ამტკიცებს სერგო ფარაჯანოვის გენიალურობასა და სილამაზის ესთეტიურ აღქმას. სერგოს თავი რაც აწუხებდა რომ ადამიანს არ ესმოდა სილამაზის ფასი და ეს ადამიანი მის გარშემო ვერ ხედავდნენ სილამაზეს ლამის აი როგორც აი ძაღლს თავის გაკეთებულში რომ პირით მით რომ მან მიხვდეს რა არის კარგი რა არის ცუდია რა ასე უნდა და ადამიანის ზოჯილ და პირდაპირ მე შეეჯახა ეს ადამიანი ხელობის გულებასთან ეთქვა რა ხე გაახირე თვალები შენოხე რომ ვერ ხედავ რომ ეს არის სილამაზი ვერ ხედავ რომ ეს არის დიდებული და აი ეს იყო მისთვის ერთ-ერთი განცდა და ის ფილმები თამას ცდილობდა რომ ისეთი სილამაზე, ნამდვილი სილამაზე, აი პრინციპი ჰარმონიული სილამაზეც იყოს, აი რაღაცა შეეჯახა, საერთოდ ნებებზე ელაპარაკა, ამ ცხოვრების ფასეულობაზე ელაპარაკა, იმიტომ რომ განიცდიდა ამ ცხოვრების, იმიტომ რომ დაკარგა ადამიანი შეყვარებული თავიდანვე, ციხეში მithumetes გაატარა დრო, მან საკმაოდ ტკივილად აღიქვავდა ამ ცხოვრების უსამართლობას და აი ამ ყოველდღიურობას, რომელიც მიდის და ამ სიბერეს და ამ სიკვდილს, რაღაცა აი ამ დამკვიდრებულში იყო და ადამიანი ექსპრომტი, რომელსაც არასდროს არ აქვს ერთი იდეა. ის სულ იცვლება და ფარაჯანოვით სიგიჟეებს ჩადის. ასე ახსოვს ის ყველა მის მეგობარს. სხვა მაგის ანაპირონება როგორც არ შემხედრია მე ჩემ ცხოვრებაში სამწუხაროდ.
ალბათ მძიმეა ამისთან ადამიანთან ურთიერთობაც კი. მეც კი მიჭირდა, მაგრამ აი რაღაცნაირად იმაშრებოდი მაინც. რაღაცებზე ხუჭამდი თვალებს, რომ ყოფილიყავი მაგასთან. სერგომ ერთხელ სერგოს გაუგზავნა ფელინის თავის სურათები, რომ და სერგომ გაყიდა ეგ სურათები და იხეირა. ხელმოწერილი სურათები და მიუთითა, მაგრამ არ ვიცი ხა მივიდა ფელინამდე თუ არ მივიდა ფელინამდე, იმიტომ თქვა რომ იცით რა, რადგან მე უკეთესად ხატავო, პირდაპირ თავის ფურცლები მომწეს და ხელმოწერით და მე თვითონ დავხატავო და ასე ვიხეირებ. ფარაჯანოვი ამბობდა, მე გამოჩნია სამი სამშობლო, საქართველო, სადაც დავიბადე, უკრაინა, სადაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავატარე და სომხეთი, სადაც მსურს, რომ იყოს ჩემი უკანასკნელი სახლი. ესე ამბობდა, მე საქართველოში ვარ ქართველი, სასოფლეთში ვარ სომეხიო. და საერთოდ ვიხარ მეთქი და ქართველიო და არასჯერად ამათო და სომხები გიждდებიან ამას რომ ლაპარაკობ. პარიზიდან სომხეთში დაბრუნების შემდეგ 1990 წლის 20 ივლისს სერგო ფარაჯანოვი გარდაიცვალა. ის წელს 91 წლის გახდებოდა. ხოდა ეს სევდაც ქონდა თან გაყოლი რომ და საერთოდ ამბობდა რომ მე ვარ ყველაზე რეჟისორი რომელსაც ყველაზე მეტად განუხორციელებელი სცენარი დარჩა. აი ფელინიზეც ასე ლაპარაკა, ფელინის ყველა სცენარი რაც ქონდა ყველა გადაიღო, ყველა. ფელინი კი მერე გარდაიცვალა 93-ში სერგო. ხო, მაგრამ მას არაფერი განუხორციელებელი არ დარჩა. სერგოს კიდე დარჩა 20 სცენარი განუხორციელებელი.